რუბრიკაში რელიგია გავიხსენებთ ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ისტორიას. სოფელი ლიხნი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრების შერვაშიძეების რეზიდენცია გუდაუთის აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს. მე-19 საუკუნის ლიტერატურაში მას ზოგჯერ სოუქსუს უწოდებენ. ეს სახელი მისთვის აფხაზეთის უკანასკნელ მთავრებს მიხეილ და საფარ ბეი, გიორგი მეორე შერვაშიძეებს დაურქმევიათ, რომლებიც იქ ცივწყაროს მახლობლად დასახლებულან. სწორედ ცივწყაროს ნიშნავს სოუქსუ. სოფელ ლიხნის შუაგულში აღმართულია ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც მე-11 საუკუნეებით თარიღდება. ტაძარის სწორკუთხა შენობაა 4 გუმბათქვეშა ჯვარისებრი ბოძითა და 3 შეფერილი აფსიდით. დასავლეთით ნართექსია, რომლის თავზე მეორე სართული მდებარეობს, ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით შესასვლელის წინ ღია კარიბჭეებია. ლიხნის ტაძრის მახლობლად მდებარეობს აფხაზეთის მთავართა ნასახლარი, რომელიც 1866 წელს დაინგრა და რომელიც გვიანი შუა საუკუნეების საერო ხუროთმოძღვრების ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენდა. სოფლის განაპირას დარჩენილია ციხე-სიმაგრის კომპლექსი მე-7-მე საუკუნეების აბაანთა სამეკლესიანი ბაზილიკის ნაშთი. ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოპირკეთებულია კარგად გათლილი, ყვითელი ნასვრეტოვანი ქვით. გარედან გუმბათის ყელი მცირე დიამეტრისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვალში საცემია პროპორციათა დახვეწილობა, აზიდულობა და სიმსუბუქე, რაც ტაძრის გარეგნობას გამოარჩევს. ლიხნის ტაძრის ერთ-ერთი მკვლევარი აკადემიკოსი ნიკოლოზ სევეროვი ლიხნის ტაძარს იშვიათ ნაგებობად მიიჩნევდა არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მთელს კავკასიაში. ლიხნის ტაძრის შიგნითა კედლები მთლიანად მხატვრობით იყო დაფარული და გამოირჩეოდა ფიგურების დინამიურობითა და ექსპრესიულობით. იგი მე-14 საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის უბადლო და უძველესი ნიმუში გახლავთ. ტაძრის კედლებზე შესრულებული მხატვრობის შინაარსი ძველი და ახალი აღთქმის ცალკეულ ეპიზოდებს მოიცავს. მთლიანად კი მხატვრობის ანსამბლი ღვთისმშობლის განდიდებისადმია მიძღვნილი. ლიხნის ტაძრის სამხრეთ სარკმლის აფსიდთან მოთავსებულია ბიბლიური სიუჟეტი წმინდა აბრაამისა და წმინდა სამების ფრესკული გამოსახულებით, რომელსაც თან ახლავს განმარტებითი წარწერა. ოდეს აბრაამს ესტუმრა სამებაი წმიდაი. წარწერა მე-14 საუკუნით თარიღდება. ლიხნის ტაძარი მრავალი ისტორიული და ბუნებრივი მოვლენების მომსწრეცაა და ეს მოვლენები აქტიურად აღიბეჭდებოდა ტაძრის კედლებზე. პირველად ევროპელ მკითხველს ლიხნის ტაძრის შესახებ ცნობები ფრანგმა მეცნიერმა და მოგზაურმა ფრედერიკ დე ბუა დე მონპერემ მიაწოდა. ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ 1858 წელს ლიხნის ტაძრის სიძველენი აღწერა და კედლებიდან გადმოწერა ძველი ქართული წარწერები. ამ წარწერებიდან გამორჩეული იყო ასომთავრული წარწერა, რომელიც 1066 წელს კომეტის გამოჩენას იუწყებოდა. ცნობა საინტერესოა იმითაც, რომ იმავე წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის თაობაზე ცნობები დაცული ყოფილა კიევის სამთავროს მატიანეში და ერთ-ერთ ჩინურ ქრონიკაში. კურთხეულ ხარ ღმერთო ყოვლად ყოველსა შინა, ეს იქმნა დასაბამიდან წელთას ქით ქრონიკონსა სპვ, მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა, ინდიქტიონსა ლეი, აპრილსა თუ ესა ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელ მისა წიახსა აღმოვლიდის და წინა მისა ვითარცა შარავანდი დიდი მოკიდებით მასვეა, ეს იქმნა ბზობისგან აღვსებამდე. სამწუხაროდ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დროს არ გაითვალისწინეს მეცნიერთა აზრი ლიხნის ტაძრის მხატვრული ღირებულების შესახებ და ფრესკებისა და ვარსკვლავ კომეტის წარწერის ნაწილი თეთრად გადაღებეს. ზოგადად ლიხნის ტაძრის კედლებზე 17-ზე მეტი ფრესკული წარწერა იკითხებოდა. წარწერების ძირითადი ნაწილი განმარტებითი ხასიათისაა. წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის გამოსახულებები განმარტებით წარწერებს მოიცავს. ტაძარი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იქ აფხაზი თავადი გიორგი შერვაშიძე განისვენებს. ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც კლასიკური მოდელისა და დაგეგმარების ხუროთმოძღვრული ძეგლია, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ნაგებობის გარეგნული იერი თითქმის სრულყოფილადაა შენარჩუნებული. მაგრამ აფხაზეთში მდებარე სხვა ტაძართა მსგავსად, იქ შემორჩენილ ფრესკებს და წარწერებს დროჟამისა და საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული ქმედების შედეგად გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.